მე მინდა დღეს ძალიან მოკლედ გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რა ურთიერთობა აქვს ადამიანს ამ სოფელთან. სოფელი ეს ცხოვრება თხოვლობს თავისას, სული თხოვლობს სულ სხვას. და ადამიანის შინაგან სამყაროში არის ბრძოლა სულსა და ხორცს შორის. ეს ბრძოლა არავინ არ იცის როგორ დამთავრდება, თუ ადამიანი ღრმად არ დაუკვირდა ამას. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ეს ცხოვრება, დედამიწაზე ცხოვრება არ არის სასუფეველი, არ არის სამოთხე. ეს არის სამოთხიდან განდევნა. ეს არის განსაცდელი. ეს განსაცდელი ადამიანმა უნდა აიტანოს. ადამიანი, რომელიც გაიმარჯვებს თავის თავზე, ის ყველგან გამარჯვებული იქნება. და დღეს, როცა ამდენი განსაცდელია ჩვენს წინაშე, ჩვენ უნდა გამოიჩინოთ სიფხიზლე, ჩვენ უნდა გამოიჩინოთ ისეთი შინაგანი ძალა, გამოვავლინოთ. ეს ძალა ჩვენშია, ეს ძალა უფალმა მოგცა ჩვენ. უბრალოდ უნდა გამოვლინდეს ეს ღვთის მადლი და ღვთის ძალა. საერთოდ უნდა ვახსოვდეს, რომ ცოდვა და მადლი ადამიანსა და ევას შემდეგ მუდამ არსებობდა. მაგრამ ადამიანმა იცოდა, რომ სად არის ცოდვა და სად არის მადლი. ადამიანმა იცოდა, რომ ეს არის ცოდვა და ცოდვას უნდა ვებრძოლოთ. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ არადროს არ უნდა შეურიგდეს ცოდვას. და დღეს ასეთი პროპაგანდა ხდება ცოდვისა, როცა ცოდვა არ მიაჩნია. აი ეს ამას გვაფრთხილებს ჩვენ უფალი და ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ ცოდვა დამღუპველია ადამიანისა. ღმერთმა მოგცეთ მადლი სულისა წმინდისა. თუ ადამიანში არის მადლი სულისა წმინდისა, მასში არის ძალა ღვთისა და ადამიანი გამარჯვებული იქნება. ჩვენთან არის ღმერთი. გახსოვდეთ ეს სიტყვები გრიგორის კავარადასი. მირ ლავილ მინია но не поймал. გისურვებთ, რომ ყოველ თქვენთაგანს შეეძლოს ამ სიტყვების თქმა. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზე ციერმა. ამინ.